მაგრამ ქვეყანა არის უმძიმეს მდგომარეობაში. მიწის გარეშე ვჩებით. საქართველოს გარეშე ვჩებით. ჯარიმებით ივსება ბიუჯეტი. სოციალური მდგომარეობა კატასტროფულია. დემოგრაფიული მდგომარეობა კატასტროფულია. განათლების რეფორმა აბსოლუტურად წარმოუდგენელი აგერ მიდევს ერთ დოკუმენტი, როდესაც კეთდებოდა განათლების რეფორმა, ეს არის ნახოთ რომელი რიცხვის გაზეთი არის, ასავალ დასავალი 2006 წლის 10-11 ივნისის ალბათ, მოხოთ კიდე კარგად, რომ სხვა მაჩვენებლება ნახოს 10-16 ივლისის ნომერი 28 2006 წლის. სათავე ეს რეფორმა უპირველესად სტუდენტების წინააღმდეგ არის მიმართული. და რომ წავიკითხენ, აი იქაც კი აი უბრალოდ გაბედული რო არის გასაგებია ეს ინტერვიუა ჩემი და ეს ინტერვიუ გაკეთებულია ძალიან ესე იგი სერიოზული ბატონ ტიტო ჩუბინიძესთან, მაგრამ ესე იგი აქ ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე მთავარი არის ის, რომ ჩამოყალიბდა მაშინ და ითქვა, რომ ეს რეფორმა უპირველესად სტუდენტების წინააღმდეგ არის მიმართული. დღეს რაც ხდება ეს რეფორმა ეს კარგ შედეგს არ გამოიწვევს. ამიტომ აი გაჩუმება ამ საკითხებზე არ ივარდებს ალბათ.